მოგესალმებით. ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხი, დაჩქარებული წესით განსახილველი. შესაბამისად გთხოვთ, რომ დავადკისოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის, მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით. მოხსენებელი გახლავთ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი დგებულაძე. გთხოვთ ბატონი გიორგი. მოგესალმებით. ჩვენი კანონპროექტი, როგორც მოგეხსენებათ, ეხება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, ვინაიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები და მათი გაცემის პროცედურები სწორედ ამ კანონშია გაწერილი. ჩვენ დღეს პუნქტობრივად გაგიზიარებთ რა ცვლილებები შედის. კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს, კერძოდ მე-9 მუხლი ითვალისწინებს რედაქციულ ცვლილებას და კანონში თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ნაცვლად მიეთითება სამხედრო აღრიცხვაზე უფლებამოსილი ორგანო. ბატონო გიორგი, მოდიში შეგაწყვეტინეთ. გთხოვთ, რომ რადგანაც კომიტეტისთვის ცნობილია პირველი მოსმენითაც აღნიშნული საკითხი განხილული გვაქვს როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. და კომიტეტის წევრებისთვისაც ცნობილია საჯაროთაც ასევე გამოქვეყნებულია კანონპროექტი. გთხოვთ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ და მეორე მოსმენაზე თუ რაიმე შეიცვალა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოახსენოთ კომიტეტს. თუ არაფერი არ შესრულა, შესაბამისად ეგეც გითხარით, რომ არ შესრულა და შემდეგ უკვე მიიღებს კომიტეტი გადაწყვეტილებას და მეორე მოსმენის რეჟიმში განვიხილოთ თითოეული მუხლი და პუნქტი. და მოდით დავიწყოთ მაშინ, შინაარსი რა თქმა უნდა მადლობა, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. არ შეცვლილა პირველი მოსმენის შემდეგ. მადლობა. მუხლი პირველი, პუნქტი პირველი ცვლილების გარეშე გახლავთ. კი ბატონო. მეორე. კი ბატონო. და მეორე პუნქტიც კი ბატონო ცვლილების გარეშეა. მესამე. დიახ, ცვლილების გარეშე არის. კოლეგებო, თუ იქნება შენიშვნა შეკითხვები, გთხოვთ ვანიშნოთ. მეოთხე და მეხუთე პუნქტები ცვლილების გარეშეა, მე-6-ეც ცვლილების გარეშე გახლავთ. ხომ არ შესრულა მეორე მუხლი? არ შესრულა. არა, მესამე მუხლთან დაკავშირებით ასეთ ცვლილებები არ გახლავთ. დიახ. აი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ თქვენთან ერთად კანონპროექტის დახვეწის შესაბამის პროცედურებს და რედაქციული ხასიათის ცვლილებებს უკვე მესამე მოსმენის ფორმატში შევძლებთ რომ განვიხილოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გიორგი, გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. მადლობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშესწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით მოხსენებელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ კვაჩიაშვილი. ბატონო ვახტანგ, გთხოვთ. მოგესალმებით. მეორე მოსმენით ბატონო ვახტანგ, მცირე შესავალი კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ცვლილებების არსი და შემდეგ მივყვეთ პუნქტობრივად გახსნას. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ეხება გაეროს სანქციების კომიტეტის სიაში შეყვანილ პირებთან დაკავშირებით ეროვნულ კანონმდებლობაში შეზღუდვების დაწესებას და ფიზიკური პირების და იურიდიული პირების ვალდებულების გაჩენას, რომ მათ შეზღუდონ ყველა ტიპის გარიგება აღნიშნულ პირებთან. მეორე მოსმენის ფარგლებში ჩვენ არ შეგვიტანია არც ერთი ცვლილება, რაც მეორე მოსმენის ფარგლებში შეიძლება გაჟღერდეს, იგივე რედაქციას წარმოგიდგენთ. ბატონო, რომ დავაზუსტოთ, აქ საქმე ეხება გაეროს წესდების მე-7 თავის საფუძველზე ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე დასანქცირებულ პირებს ეხება აღნიშნული საკითხი. საკითხის რეგულირება. მუხლი პირველი, კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები, კითხვები ხომ არ არის? ასეთი
არ გახლავთ, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით შენიშვნები მოსაზრებები დამატებითი არ არის. მუხლი მეორე, ასეთი ხომ არ არის, რამე შენიშვნები და მოსაზრებები, ასეთი არ გახლავთ. მუხლი 3, ასეთიც არ არის. კი ბატონო, ამით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხო არ არის ცვლილება? არა, ერთი კანონ პროექტია მხოლოდ. კი ბატონო. მადლობა დიდი, ვთქვათ რომ დაიკავოთ ადგილი. ოლებო გადავგიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ ბატონი გიორგი გებუაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მეორე მოსმენით. ერთხმად, დიდი მადლობა. და ბოლო ბატონ ვახტანგ ბაჩიაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ვინ არის მომხრე? ერთხმად ხარ დაჭერილი, დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. ჟურნალის ხდომაზე შესვენების დროს გვექნება კიდევ ერთი კომიტეტი მესამე მოსმენის განსახილველად აღნიშნული კანონპროექტების. კარგ დღეს გისურვებთ, მადლობა.